საქართველოს პროკურატურამ საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვაო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ერთ-ერთ ხელმძღვანელს საქართველოს სასაზღვრო პუნქტის გვერდისავლით თურქეთის მიმართულებით რამდენიმე ათასი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის უკანონოდ გადაყვანის მფარველობისთვის ქრთამის სახით თითოეულ პირუტყვზე $200 გადახდა შესთავაზა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარცაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა მაკაროვის კონსტრუქციის შესასრულ იარაღს და საბრძოლო ვაზნებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ბრალდებული 22 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისთვის ქრთამის მიცემის და შესასრული იარაღის მარცაწინააღმდეგო შეძენა შენახვის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახით და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობის სასამართლოს უკვე მიმართა.